თქვენ ალბათ არ იცით, რომ არასაყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანის მიზნით მოსახლეობისათვის სპეციალური ვებგვერდი შეიქმნა, რაც გულისხმობს ეს ახალი პროექტი და რა სახის ნარჩენების გატანაზეა საუბარი. ამას გავიგებთ ჩვენი სტუმრისაგან, ფილსერვიჩ ჯგუფის დირექტორ გიორგი პაპავასაგან, რომელიც ახლა პირდაპირ ეთერში შემოგვიერთდება. გიორგი, მობძანდით. ესე იგი, თოლარდავა, ალანდია, შონია, შარაშია. და პაპავაც დაგვემატა ძალიან კარგი. მოგესალმებით. მადლობა. სამეგრელოში 400 დარჩენილია. შეკითხვებს. მოდი, გადავალ პირდაპირ დავიწყოთ თქვენს ახალ პროექტზე საუბარი. რას გულისხმობს თბილსერვიჩ ჯგუფის ახალი მომსახურება? რა სახის ნარჩენებზეა საუბარი? მეტი გვიამბეთ ამ პროექტის შესახებ. მოგახსენოთ, პირველ რიგში ეს პროექტი მიზნად ისახავს ქალაქის უფრო სუფთა და მოტაცებულად შეინახვას. ელექტრონული ვებგვერდის საშუალებით ნებისმიერ მოსახლეს შეუძლია კონკრეტული ტარიფების მიხედვით, ეს არის 1 კუბამდე 9 ლარი, 1-დან 3 კუბამდე 79, ხოლო 3-დან 5 კუბამდე 159 ლარის გადახდის შემთხვევაში არასაყოფაცხოვრებო ნარჩენი, რომელიც წარმოიშობა, გამოიძახოს ჩვენი თანამშრომელი და 72 საათის განმავლობაში ჩვენ ამ ნარჩენს წავ. მოგესალმებით, კიდე განვმარტოთ მაყურებელს და კიდე გავიმეოროთ, როგორც ვიცი, პროექტი არის არა მომგებიანი, არა კომერციული და მოგებაზე გათვლილი არ არის. კონკრეტულად რა თანხის გადახდა მოუწევს ვთქვათ მოსახლეს, მოქალაქეს საყოფაცხოვრებო ნივთების გატანისათვის. დიახ, ანუ მოსახლეობას, როდესაც აქვს მცირე მასშტაბის არასაყოფაცხოვრებო ნარჩენი, მას უჭირს რომ გამოიძახოს შესაბამისი კომპანიები, ან ისარგებლოს ჩვენი მომსახურებით, რომელიც მასშტაბურ გაბარიტულ ტვირთზეა საუბარი. ამიტომ ხშირად ხდება ხოლმე რომ მეორადი ავეჯი, მაგიდები იქნება ეს კამები, ლეიბები, უნიტაზი თუ ხელსაბანი ხშირად ხდება ხოლმე ქუჩაში სავალ ნაწილზე. შესაბამისად, ეს პროექტი შეიქმნა იმისთვის, რომ როგორც ხელი ხაზის, ასევე ელექტრონული საიტის საშუალებით მაგ გააკეთონ გამოძახება და უმცირესი ფასი 1 კუბურ მეტრზე 9 ლარი გადაიხადონ და 72 საათის განმავლობაში ჩვენი თანამშრომლები მივლენ და მას წამოიღონ. თავარი პრინციპი ძალიან კარგია, ძალიან საჭიროა. მოდი კონკრეტული მაგალითით რომ ავხსნათ მაყურებელს უფრო გასაგები რომ გახდეს. მაგალითად, სახლში მაქვს რემონტი და დამიგროვდა დაახლოებით 20 ესეთი ტომარა ბლოკის ნარჩენი ან აგურის ან ცემენტის რაღაცა და რაც გასატანია. ხშირად როგორ ვაკეთებ? მე ხამღამობით გაგვაქვს 2 წელი დღეს, ხვალ ხოტომრებით, ზეგ და 101 კვირის განმავლობაში ამას აი სად უნდა განთავსდეს ახლა თქვენი პროექტის შემთხვევაში ესეც საინტერესოა სად უნდა განვათავსოთ ან ასეთ შემთხვევაშიც შეიძლება იმიტომ ჩვენ ხო თანხის გადახდა არ გვიწევს როცა ცალსა ეტაპობრივად გაგვაქვს თანხის გადახდა რა შემთხვევაში გვიწევს და რა შემთხვევაში გამოგიძახებთ ნახეთ საყოფაცხოვრებო ნარჩენის ურნებთან ნებისმიერი ტიპის არასაყოფაცხოვრებო ნარჩენის განთავსება იქნება ეს ტომრებით 5 თუ 10 ტომარა არ აქვს მნიშვნელობა არის სამართალდარღვევა. ჩვენ ვაფრთხილებთ როგორც მოსახლეობას, ასევე კერძო კომპანიებს, რომ ამის გაკეთება არ შეიძლება, მით უმეტეს რომ ქალაქის მუნიციპალურ ტერიტორიებზე ნაწილზე მისი განთავსება. ჩვენი პროექტის მიხედვით არის თუ კიდევ ერთხელ ამბობთ 0-დან 5 კუბამდეა მისი მოცულობა და არ არის მასშტაბური და გაბარიტული ტვირთი არ არის, რომელიც ცალკე მომსახურებაა. ეს არის იაფასიანი მომსახურება, რომელიც მცირე მასშტაბზე ვრცელდება, მათ საკუთარ წითელ ხაზებში, საკუთარი ეზოს ტერიტორიაზე უნდა დაალაგონ, გაათავსონ, ან ვებგვერდის საშუალებით ან ხელი ხაზით გამოგვიძახონ და ჩვენ მას წავიღოთ. ანუ სრული მასშტაბიანი რემონტი როცა ხორციელდება და დიდი მოცულობა არის, რა თქმა უნდა, ამ მომსახურებას სხვა ღირებულება გააჩნია, როგორც ჩვენ ასევე ბაზარზე უამრავი კერძო კომპანია ასრულებს და ეს პროექტი მაგაზე არ არის მიმართული. ეს პროექტი მიმართულია ერთჯერადად, როდესაც მცირე მაგალითად ლეიბებს, გატეხილ მაგიდებს, მეორად ტელევიზორებს, ხელსაბანებს და სხვა ფურნიტურას გვახვედრებენ და შემდეგ ეს ხდება საყოფაცხოვრებო ნარჩენის ურნებში. აი ხლა კონკრეტულად გითხარით, რა ნომერზე უნდა დაარეკოს მოსახლემ, ვისაც სჭირდება ნარჩენების გატანა და განაცხადის შევსების, თქვათ თქვენთან დარეკვის შემდეგ რამდენ ხანში მოხდება ნარჩენების გატანის უზრუნველყოფა. ჩვენ ვებგვერდზე არის სპეციალური მოდული, რომელიც შესრულს თანახმად რა თქვენი ვებგვერდი TBSG.g არის ჩვენი ვებგვერდი, რომელზეც როგორც კი შეგზანდება მოსახლე, მაშინვე ორ ვარიანტს თავობს. ერთი არის რომ თუ მას გააჩნია სურვილი და ასევე უნარები რომ ელექტრონულად შეავსოს, ძალიან მარტივი ინტერფეისია და შეძლებს თავად შეავსოს მონაცემები, მისამართი ატვირთოს თავისი, თუ მას არ შეუძლია გამოთვალოს რა მოცულობის არის მისი ნარჩენი, მისი სურათი და შეფასება, ღირებულება გამოვა ავტომატურად ელექტრონულ გადახდას განახორციელებს და 72 საათში მას გამოუჩნდება გამოწვენება, რომ შეკვეთა განხორციელებული და ჩვენი თანამშრომლები მილენ და წამოიღებენ. ასევე დაუკავშირდებიან იმ ნომერზე, რომელიც მითითებულია.
ასევე იქვე აქვს ღილაკი, რომელზეც ავტომატურად დაუკავშირდება ჩვენ ხელხას და თუ მას არ აქვს სურვილი ან უნარები რომ შეავსოს და ასე შემდეგ, ჩვენი ოპერატორი ტელეფონის მეორე მხარეს ხელი ხაზიც ახსენეთ, რა ნომერზე შესაძლებელია დაუკავშირდნენ თქვენი სამსახურის ხელხას. თვითონ ვებგვერდს აქვს ღილაკი, რომელიც ავტომატურად აკავშირებს შემთხვევაში, ან უკავშირდება, ან გამოხატავს. ეკრანზეც ახლა გამოჩნდა თქვენი ხელი ხაზის ნომერი, ხო? ეს არის მთელი სამსახურის ხელი ხაზი, რომელიც ემსახურება ნებისმიერი ტიპის მომსახურებას და არა მარტო ამას, ანუ ითხოვს რომელიც ეროვნულ მოსახლეს. ქალბატონო ნინო, ერთი შანსი მომეცით არ ვაკეთებ ხოლმე ამას, მაგრამ აუცილებლად უნდა გავაკეთო ეს ამბავი. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავხადოთ ფილ სერვისის ჯგუფის ხალხს. რატომ იცით? აი რომ მოვდივარ ხოლმე, ხან მთაზე არიან დაკიდებული, ხან სადღაც შუკებში არიან შესული და ეს ქალაქი რო სუფთად გამოიყურება, არის თქვენი ბიჭები ძალიან დიდი დამსახურება. და ამისათვის მადლობა მიიღეთ ჩვენგან, ალბათ თითოეული ჩვენგანი ჩვენგანისგან იმსახურებს ეს სამსახური მადლობას. მე მაგალითად არ ვიცოდი სიახლე იყო ჩემთვის თუ დიდ რაღაცა გარკვეული რაოდენობის ნაგავს დაუყრეთ სანაგვესთან შეიძლება დავჯარიმდეთ ამის გამო. ნებისმიერი ტიპის რაოდენობას არ აქვს მნიშვნელობა თუ საყოფაცხოვრებო დანიშნულების ურნებში მოხდება არასაყოფაცხოვრებო ეს არის სამართალო დარღვევა როგორც ფიზიკური პირებისთვის ასევე კერძო პირებისთვის. უკვე გაფრთხილებებიც არის რომ კამერები დგას და ამას აკვირდება და ასე. როგორც კამერები ასევე შემოვლები მუნიციპალურ ინსპექციასთან ხდება პერმანენტულად თანამშრომლობა შემოვლები 10-ვე რაიონის მასშტაბით და თუ მსგავსი სამართალდაღოვება მოხდება აუცილებლად აი ნინო მიკითხა, მაგრამ დავა კონკრეტულად როგორ უნდა მოვხდეთ თვითონ ამ გვერდზე? მერიის საიტზე უნდა შევიდეთ და იქ ვიპოვოთ ეს გზაც გვიაგვიხსენოთ. TBSG არის ჩვენი ვებგვერდი, რა თქმა უნდა მერიის მუნიციპალურ საიტიდან შეიძლება გადმოვიდეს მომხმარებელი, ასევე პირდაპირ ჩვენი მისამართის ჩაწერის შემთხვევაში მოხდება ავტომატურად და ძალიან მარტივი, მოკლე ინტერფეისია, რომელიც ამის საშუალებას აძლევს. ერთი რამეც მაინტერესებს. კერძო პირი გასაგებია. შეუძლიათ ეს ორგანიზაციებს, სახელმწიფო ორგანიზაციებს, კომპანიებს, იმიტომ რომ ხშირად მათაც აქვთ ხოლმე ესეთი პრობლემა, აი ოფისი გადაიარაღდა და ბევრი ავეჯი დარჩა. თუ ნებისმიერ პირს შეუძლია ამითი სარგებლოს, თუ ეს ამ მოცულობაში ჯდება, თუმცა ზოგადად საწარმოო ნარჩენი როდესაც იქნება, ეს უფრო მასშტაბურია, შესაბამისად ამას აი რა მოცულობაზეა საუბარი, ესეც მითხრა. არა უმეტეს 5 კუბური მეტრისა. უფრო დიდი მომსახურები, რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს როდესაც სპეციალური კაფსულები იდგმება, რომელშიც ათავსებენ, შესაბამისად არის სათანადო ტარიფი დადგენილი, ამის გადახდის და ეტაპის მოსვლისთანავე მოდის შესაბამისი მძიმე ტექნიკა, რომელიც ამ კაფსულას ლოუდერით განთავსებს თავის ძარაზე და წაიღებს შესაბამისი განთავსების აწყვეტს. უკვე იყო გამოძახებები? პირველივე დღეს, ან ჩვენ თავიდან გვქონდა ტესტირების რეჟიმში, პირველივე დღეს როგორც კი ჩვენ დავიწყეთ, ასე ვთქვათ, ამ თემის გაზიარება მოსახლეობის რო გაშვებულია პროექტი და შეგეძლოთ ისარგებლოთ, რამოდენიმე საათში 84 შეკვეთა უკვე განხორციელებულია. გული ვარ, ასეც იქნებოდა, იმიტომ რომ ეს წლების განმავლობაში ძალიან ბევრი ადამიანს აწუხებს. ყველას აწუხებს, რა თქმა უნდა. იცით რა, ერთი შეკითხვა მაქვს, თქვა თქვით 5 კუბური მეტრი. თუ კი რაოდენობრივად უფრო მეტი აქვს ადამიანს გასატანია, შეიძლება რომ დააყოს თქვა ჯერ 5 კუბური მეტრი გაატანინოს თქვენ სამსახურს, შემდეგ დანარჩენი, თუ როგორ მოხდება? ან თქვა რაღაცა უფრო მასშტაბურია, თქვა 15 კუბური მეტრია გასატანი. მინიმალური რა არის? როგორ ხდება ამ შემთხვევაში? რაღაც სხვა სამსახურს უკავშირდება თუ თქვენ ვერ თქვათ რაღაც ეტაპობრივად გაიტანთ? ანუ თბილისერო ჯგუფს მასშტაბური, რა თქმა უნდა, მასშტაბური ნარჩენის გატანისთვისაც გააჩნია შესაბამისი მომსახურებები, რომლითაც უკვე ფორმდება ხელშეკრულება, იწერება შესაბამისი პირობები, ვადები, როდის უნდა რომ მომსახუროთ, იქნება ეს ერთჯერადი თუ პერმანენტული და შესაბამისად ზუსტად ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად ჩვენ ძიმე ტექნიკით და სათანადო თანამშრომლების რაოდენობით აღჭურვილობით ვემსახურებით ესეთ იმას. რა თქმა უნდა, ბაზარზე არსებობენ კერძო კომპანიები და ჩვენი მიზანი არ არის ამ კერძო კომპანიებთან შევიდეთ კონკურენციაში ან რაიმე ბაზარი ავუთისოთ. აქ ჩვენი მიზანია, რომ ქალაქი იყოს სუფთა და ორგანიზებულად მოხდეს ნარჩენის გატანა და არ გათავსდეს რეაბილიტირებულ, მოწესრიგებულ ქალაქში. კი ბატონო, ალბათ ეს აი ხო გისმენდი და ფიქრობ, ალბათ ბავშვობიდანვე ფიქრობთ ამაზე, რომ აი როდესმე ეს ამ ქალაქისთვის გავაკეთო ის, რომ იყოს სუფთა და დაალაგებული, მოწესრიგებული. ალბათ ეს ადამიანური მომენტი არის, ბუნებრივია, მოქალაქეც ამას უნდა ფიქრობდეს ეს მე შემგონია რა ეგით, მაგრამ დაჯარიმების კუთხე ძალიან საინტერესოა, ხშირია ასეთი დაჯარიმებები, რახან საჭიროება გაახდა მსგავსი სერვისის შეთავაზების, ესე იგი იყო საჭიროება, ხო მართალია. იყო ხშირად ასეთი შემთხვევები, როდესაც ჯარიმდებოდნენ ფიზიკური პირები? რა თქმა უნდა, ძალიან ხშირია შემთხვევები, როგორც ფიზიკური პირების, ასევე იურიდიული პირების შემთხვევაში. ყველაზე ცუდი არის ის, რომ იურიდიული პირების გაფრთხილება მოხდა, არაერთხელ დაჯარიმა, მაგრამ ხშირადაა განმეორებით. და საკმაოდ მაღალია ჯარიმა, თუ არ ვცდები 5000 ლარის ოდენობით. ეს არის მოცულობაზე,
მცირე მასშტაბზე არის 500 ლარი ფიზიკურ პირზე და 1000 ლარი არის კომპანიებზე, ხოლო განმეორებაზე ორმაგდება, ხოლო თუ დიდი მოცულობაა, შესაბამისად თანხაც ამ მოცულობის მიხედვით განისაზღვრება. მაგრამ ნინო, აი ჩემს სასვიტყვე რა მოქალაქეობრივი პოზიცია. უნდა იყოს მკაცრი ჯარიმა, იმიტომ რომ ეს ყოფითი კულტურა შენი სახლიდან და შენი აივნიდან ნუ გადმოაგდებ ნაგავს, როცა შეგიძლია სანახავში. თუ არ გააქვს ეს შინაგანად თქვათ აი ეს წესრიგისკენ სწრაფვა რომ დაიცვა და ადამიანები შენ გვერდზე მცხოვრებლები და შენი ქალაქი ამ ყველაფრისგან რაღაცა უნდა არსებობდეს ალბათ რაღაცა მკაცრი კანონი, რომელიც ჩაქსვამს რაღაცა ჩარჩოებში და არ მოგცემს დარღვევის საშუალებას და ქალაქის დანაგვიანების. ნამდვილად და ასეთი სამსახურიც ნამდვილად ძალიან საინტერესო და აუცილებელია ასეთი სამსახურის არსებობა და ეს პროექტიც ვფიქრობ რომ ძალიან კარგია და ძალიან საინტერესო და აუცილებელია. მთელ თბილისს მოიცავს. ათივე რაიონის მასშტაბით თბილისში გვაქვს დაფარვა როგორც მომსახურების გავრცელების, ასევე კონტროლის, რომ არ მოხდეს მსგავსი დანაგვიანება. მტკივნეული თემა არ გაცლით, მაგრამ კიდევ ერთ საკითხზე ჩაგეჭრათ. აი, ეხლა მე რომ მოვდივარ ხოლმე სანაპიროზე, ხშირად მინახია ხოლმე, რომ თქვენი ბიჭები, აი, როგორც იტყვიან, თასვრელები მკლდეებზე დაკიდებულები არიან და ამ ქალაქს წმინდავენ. შემდეგ გამოივლი, თქვათ, 2 კვირის შემდეგ და ისევ არის ჩამოყრილი. აი, ამ ჯარიმების კუთხეზე მინდა მაინც ვისაუბრო. რამდენად გაიზარდა სამოქალაქო შეგნება ამ თვალსაზრისით, როგორ ატყობთ, როგორ იქცევა ქალაქის მოსახლეობა და ზოგადად როგორია დინამიკა. და როგორ მიდის ეს ჯარიმა მოქალაქემდე? ანუ საიდან ვინ ატყობინებს ამ ჯარიმის არსებობა და თუ კი ვთქვათ არ გადაიხდის ამის შემდეგ რა იქნება? გაიზრდება ეს ჯარიმა თუ როგორ ხდება ამის ამოღება, ასე ვთქვათ? მოგახსენეთ, ნუ ჩვენი თანამშრომლები გათენებისთანავე დილის 7 საათიდან უკვე არიან ობიექტებზე, თავიანთ უბნებში, თავიანთი გეგმის მიხედვით აღორცელებენ დასუფთავებას და ყველა უბნის ხელმძღვანელი პასუხისმგებელია თავისი მიმართულების სისუფთავეზე. როგორც კი განმეორებით ხედავთ, რომ სამუშაო შესრულებული არა, მაგრამ თავიდან ისევ ხდება პერიმეტრის დანაგვიანება, ჩვენ გვყავს მონიტორინგის თანამშრომლები, რომლებიც აკეთებენ პერიოდულად შემოწმებებს ვიდეო ხელსაწყოების საშუალებით, ელოდებიან, როდის გამოჩნდებიან შესაბამისი სამართალდაღობები და დაიწყებენ ამ ტიპის დაგონიერებას. როგორც კი ვიდეო ფაქტები შეიქმნება, ჩვენ თანამშრომლობთ მუნიციპალურ ინსპექციასთან, რომელიც უკავშირდება უკვე ამ ადრესატს, ფიზიკურად აბარებს ხელზე ქვითარს, რომელიც მიხედვითაც დაჯარიმდა კონკრეტული სამართალდაღობის გამო და მას აქვს დადგენილი ვადა, რა ვადაშიც უნდა გადაიხადოს ეს ჯარიმა. 30 კალენდარული დღე. თუ ამ ჯარიმას რა თქმა უნდა არ გადაიხადოს, მე ჩვეულებრივ სამართლებრივი პროცესი იწყება, აღსრულება და იძულებითი წესით. მენტალობა როგორია ბატონ გიორგი? გამოსწორებისკენ მიდის თუ იგივენაირად ხდება თუ ეს განმეორება ხშირია? ექვემდებარებიან მოქალაქეები ასე. ეხლა ვერ ვიტყვი რომ მაღალი დაფარვა აქვს, თუმცა შეიძლება 20-დან 25%-მდე უკეთესობა არის, რომ ხალხმა უკვე ისწავლა თუნდაც საყოფაცხოვრებო ნარჩენი როგორ უნდა განათავსოს, რომ მაგალითად სარიელი დიდმასშტაბიანი მუყაოს ყუთები პირდაპირ არ უნდა ჩაყარო და არ უნდა გადაავსო, უნდა ის რომ და დააკუცნოს, დაჭრან, დააკეცო და ისე უნდა მოათავსო, რომ სხვამა შეძლოს მე იგივენაირად თავისი ნარჩენის მოთავსება ნარჩენის ურნებში. რაღაცა ამ მიმართულებით წინსვლა გვაქვს. თქვენ ახსენეთ 72 საათი, ანუ დადასტურება რომ თანხა მიღებულია. უშუალოდ ჯგუფის მოსვლა რამდენ ხანში ხდება დადასტურებიდან? 72 საათი ეს არის სრული ციკლის პროცესის ვადა. 72 საათში როგორც დადასტურება, გადახდა, გამწვანება, რომ თქვენთან აუცილებლად თქვენი შეკვეთა დადებითად იქნა შეფასებული და მოვალთ, სრულად სრულდება 72 საათში. ჯგუფი არაუმეტეს 72 საათს მივა და წაიღებს. აი თქვენ თქვით რომ 0.5 კუბიური მეტრი 0-დან 5 კუბურ მეტრამდეა საუბარი. ამას ვინ დაადგენს? ანუ თქვენ მოხვალ და დამიდგენთ თუ მე მთხოვთ რომ თავიდანვე დაახლოებით ზონები თუ ინტერნეტის საშუალებით ხდება და მას აქვს ეს უნარები და ტექნიკა რომ სულათი გადაუღოს და გამოაგზავნოს, ჩვენ ავტომატურად უბასებთ, თორემ ხელი ხაზის საშუალებით აღვიქცეს რა მასშტაბის არის ამ სიმაღლეა როგორია და ჩვენ მას უფასებთ. ადგილზე მე როცა ხდებიან თავისთავად აი სანტიმეტრის სისწორით ნარჩენია და არავინ მოწმებს. ეს არის გაბარიტული მოსულობა. ხო, იმიტომ რომ შეიძლება გაუგებრობაც იყოს, იმიტომ რომ ერთი ვთქვით, ერთი ფასი მითხარით სატელეფონო საუბრის დროს და მოყვედით მე სხვა ადამიანი ანგარიშეთ, ხო აქ შეიძლება რაღაცა პატარა აცდენების დროს იყოს გაუგებრობები. ამიტომ ხო სანტიმეტრებით გაზომა ალბათ არ იქნება. ძალიან დიდი მადლობა. ძალიან მოგესალმებით თქვენს პროექტს. ძალიან მოგწონს, ძალიან კარგია, ძალიან მნიშვნელოვანია, აუცილებელია. უღრმესი მადლობა რომ იყავით ჩვენთან ერთად. ჩვენი სტუმარი იყო თბილსერვის ჯგუფის დირექტორი გიორგი პაპავა. მადლობა მას სტუდიაში მოგზაურობ. ნინო, მადლობა შენ, იმიტომ რომ ყოველთვის ძალიან საინტერესო თემებით მოდიხარ და ჩვენს ეთერს კიდევ უფრო საინტერესოს ხდის. მადლობა, მადლობა თინე. დიდი მადლობა.